ქათმის ფილე ჟოლო соуსით და მწვანე გარნირით. ქათმის ფილე 400 გრამი, ჟოლო 200 გრამი, წითელი ხახვი 1 თავი, ნიორი 1 კბილი, ნუში 100 გრამი, კარაქი 50 გრამი, ზეთი 30 მილილიტრი, დარიჩინი და შაქარი 1 სუფრის კოვზი, პაპრიკა, მარილი გემოვნებით. გარნირისთვის დაგჭირდება სალათის ფურცლები, ჟაუნა და პიტნა. ხორცი და ხილი, ეს არის ჩემი საყვარელი კომბინაცია. მით უმეტეს, როდესაც არის ახალი სეზონური ხილი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ძალიან ბევრი საინტერესო ექსპერიმენტები ჩავატაროთ. მე მოვამზადებ ქათმის სალათას ჟოლო соуსით. ქათმის ფილე დაახლოებით 300-400 გრამი. რა თქმა უნდა გავასუფთავოთ კანისგან. გავასუფთავებ ზედმეტი ქონისგან და ნაწილებისგან. დავჭრი გრძელ ნაჭრებად. დაახლოებით 1 ფილისგან გამოდის 4 კარგი ნაჭერი. ქათმის ფილე მზად არის. ამას მოვაყრი მარილს და ცოტა დარიჩინს. დარიჩინი არომატს მისცემს და უფრო მსუხეს გახდის. ორივე მხრიდან თანაბრად მარილი და დარიჩინი. ავათებ ცეცხლს. ჭირდება საშუალო სიმხურვალე, ცოტა ზეთი. ქათამი უფრო გემრიელი რო იყოს. კარაქი, დაახლოებით 20 გრამი, 20-30 გრამი. ბევრი ცხელი მაინც არ გვინდა. სანამ ქათამი იწვება, მე გავხსნი წითელ ხავს, ეს არომატული ხახვია, ტკბილი ხახვი. დიდებად დავჭრი და ქათამთან ერთად შევწვა. ქათამს მინდა ჰქონდეს ხახვის არომატი. ქათამს ამოვატრიალებ. მინდა რომ ოქროსფერი იყოს. ხახვი. და რა თქმა უნდა სეზონური ხილი. ხილს გამოვიყენებ მე ჟოლოს, ჯერ კარგად ყოვზით გავჭყლიტავ წვენი რომ გამოვიდეს. ეს წვენი მერე გაუშვდება ქათამს და გახდება ძალიან გემრიელი. ცეცხლს დაუწევ აუცილებლად დაბალ ცეცხლზე. ცოტა მარილი გემოვნებით და შებოლილი პაპრიკა. სამ ქათამი იწვევა მოვამზადებ ნუშის ფქვილს. ძალიან მარტივად უბრალოდ გავხეხავ და ამ ნუშის ფქვილს გამოვიყენებ სალათის соуსისთვის. ცოტა საწვალებელია, ინდივიდუალურად უნდა გახეხოთ, ან კიდევ მარტივად ბლენდერში შეგიძლიათ, ან ყავის საფქვავში. დაახლოებით 3-4 სუფრის კოვზი ნუშის ფქვილი მზად არის, მეყოფა. 1 კბილი ნიორი. ამასაც გავხეხავ. ქათამი უკვე კარგად ჩაიშუშა, შემიძლია გამოვთო, ქათამი ამოვიღო და გავაცივო. შემწვარია, კარგი ვარდისფერი აქვს, ჟოლოთი არის გაჟღენთილი. ქათამი ფერზეც კი ეტყობა. ქათამს გავაციებ, ამ წვენს გამოვიყენებ. უბრალოდ გადავწყვრავ პირველ რიგში. ეს იქნება სალათის соуსი, დრესინგი. წვრილი საცერი.
ჟოლო соуსი გვაქვს, შემიძლია უკვე დავიწყოთ დრესინგის მომზადება. ცოტათი კარაქი, ბევრი არ მინდა, იმიტომ რომ თვითონ соуს უკვე კარაქი აქვს. კარაქი დავადნე. ნუშის ქვილი. ერთი კვილი გახეხილი ნიორი. მოუბრაწავ. აქვე შეიძლება დავამატო ერთი სუფრის გოვზი შაქარი. დავამატებ ჟოლოს соуს. გემრიელია. მზად არის. დაველოდები соуსის გაციებას. გამოვიყენებ რამდენიმე სახის სალათის ფოთოლს. აქ მე მაქვს კიდევ ჟაუნა. ძირებს მოვაძრობ. თეფშზევე დავძენწავ. ცოტა ჟაუნა და პიტნის ფოთლები. თქმა უნდა, ქათამი. ჟოლო соуს ძალიან უხდება ასევე კურდღელი. თევზიც და რა თქმა უნდა, ქათმის ფილე. соуსი უკვე გაცივდა. соуსი არის ცოტა მოტკბო, მომჟაო. ზემოდან მოვასხავ. და ნუში. ქათამი ჟოლო соуსი და მწვანე გარნირით მზად არის.